რა ხდება გლობალურ ბიზნესში? სამწუხარო სიახლე აქვს Apple-ს, ვინაიდან მისი წამყვანი დიზაინერი ალან დაი გადაიყვანა მეტამ. ალბათ ძალიან დიდი თანხა შესთავაზა მას ამ პოზიციის ცვლილებისათვის და დაი არის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი რეალურად Apple-ში ის ბოლო წლების განმავლობაში იყო რეალურად დიზაინის მიმართულებით წამყვანი არქიტექტორი, ვინაიდან iOS 26-ის საფირმო განახლება, რომელიც არის ცნობილი თხევადი მინის Liquid Glass-ის სახელით იყო სწორედ მის მიერ ინიცირებული და შექმნილი, რაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან განახლებად ითვლება ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს ადამიანი წაიყვანა Zuckerberg-მა თავის გუნდში და მან უნდა იმუშაოს ვირტუალური რეალობის მიმართულებით, ვინაიდან დაიმ გამოაჩინა სერიოზული თავისი ნიჭი და მიღწევები Vision Pro-s დივიზიაში, Apple-ში განსაკუთრებით და ეს როგორც ჩანს Zuckerberg-ს იმდენად მოეწონა, რომ ახლა უნდა რომ იგივე ხელწერა გამოჩნდეს Ray-Ban-ების მიმართულებითაც, ასევე Oculus-ის მიმართულებითაც და ალბათ Metaverse-შიც, რომელიც არის Meta-ს მივიწყებული პროექტი. საერთოდ ჯამში ეს გადაყვანა ინვესტორებმა ძალიან პოზიტიურად მიიღეს, ვინაიდან როგორც ნახეთ, Meta-ს აქციები გაიზარდა დაახლოებით 4%-ით, რადგანაც ეს იმაზე მიანიშნებს, რომ Meta-ს არ დავიწყებია თავის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც არის ვირტუალური რეალობა და როგორც ჩანს, Zuckerberg-ი ხელოვნური ინტელექტის გარდა, აი ამ მიმართულების წინ წამოწევაზეც უკვე აქტიურად მუშაობს. Apps ნაკლებად ექნება ამ ნაწილში პრობლემები, თუმცა რუსეთში Apple-ის ვიდეოზარების აპლიკაცია FaceTime-ი დაიბლოკა, როგორც სახელმწიფო კომუნიკაციების მარეგულირებელმა განაცხადა, ეს მოხდა იმ უცხოური ტექ პლატფორმების წინააღმდეგ მიღებული დაჩქარებული ზომების ფარგლებში, რომლებიც კრემლის თქმით დანაშაულებრივი საქმიანობისთვის გამოიყენება. FaceTime-ის აკრძალვას წინ უძღოდა YouTube-ის, WhatsApp-ის და Telegram-ის შეზღუდვად სპეციალური განცხადებაც გამოაქვეყნა Roskomnadzor-მა და თქვეს, რომ FaceTime-ით და სხვა ესეთი უცხოური ტექ აპლიკაციებით ხდებოდა რაღაცა წახალისება ტერორიზმის, დანაშაულების და ასე შემდეგ და სწორედ ამიტომ გახდა ამ აპლიკაციების დაბლოკვა საჭირო, თუმცა რა თქმა უნდა ამ განცხადებაზე არანაირი მტკიცებულება არ მოუყოლებია. Apple-მა ამასთან დაკავშირებით განცხადება არ გააკეთა და სავარაუდოდ არც გააკეთებს, თუმცა კრიტიკოსები აცხადებენ, რომ შეზღუდვები ცენზურას და კერძო კომპანიებზე კომუნიკაციაზე სახელმწიფო კონტროლის გამკაცრებას წარმოადგენს, მარტივი წარმოსადგენია ეს ამბავი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აპლიკაცია შექმნეს თავად რუსეთში, ამ ტიპის დაახლოებით, რომელსაც Maxi ქვია, თუმცა ის ასევე ანალიტიკოსების განცხადებით გამოიყენება უბრალოდ იმისთვის, რომ მოქალაქეების კონტროლი კიდევ უფრო კარგი გახდეს ბრწყალებში და მარტივი სპეცსამსახურებისთვის. FaceTime-ი მოხმარების საშუალებას აძლევდა ჩვეულებრივ ვიდეო და აუდიო ზარები განახორციელებინათ, როგორც სხვა აპლიკაციებში ვიცით დაახლოებით Wi-Fi-ის და ინტერნეტის გამოყენებით ხარ. ხო, რუსეთში აკრძალვები ძალიან უყვართ, ამჯერად კიდევ ერთ რამეს მიადგნენ, ეს არის ამერიკული ონლაინ ვიდეო თამაში Roblox-ი, რომელიც ახალგაზრდებს ძალიან უყვართ. მოკლედ Roblox-ი იქნება აკრძალული რუსეთის მასშტაბით, მას ვერც გადმოწერენ, ვერც გამოიყენებენ, ვერც ანგარის შეიძენენ, ვერც თანხას ვერ ჩარიცხავენ, ვინაიდან და რადგანაც Roskomnadzor-ი თვლის, რომ Roblox-ში ვრცელდება სხვადასხვა ტიპის ექსტრემისტული განცხადებები, მათ შორის ტერორიზმის წახალისება მიმდინარეობს, გარკვეული სახის პროპაგანდა მიმდინარეობს და ეს ბავშვების ფსიქიკაზე ძალიან მწვავე და ცუდად აისახება, ამიტომაც ერთადერთი გამოსავალი, რომელიც ქვეყანას დარჩა, არის ის, რომ Roblox პირდაპირ აიგზავნოს და ბავშვებმა უნდა გადაინაცვლონ რუსების მიერ შექმნილ თამაშებში, მათი გადმოწერა შესაძლებელი არის MyLurusk ქსელში და ასევე ადნაკლასნიკებზე, მოკლედ ძალიან კარგ არჩევანს თავაზობს მათ რუსეთის ხელისუფლება, ნახოთ რამდენად გადავლენ ახალგაზრდები ზემოხსენებულ პლატფორმებზე. რამე რუსული ეგეთი თამაში არ მახსენდება, ბოდიში.